არაფერი შეიძლება ცოტა უფრო მეტ ადამიანს აიხილა თვალი რაღაცაზე, იქიდან გამომდინარე, ვისაც მეტი მოლოდინები ქონდა, რომ 29 რაღაც საკრალობით თარიღი იყო და რაღაც განსხვავებულს ან საინტერესოს ან მრავალფეროვანს დაინახავდა ამ ქოცნაცურ ტელენოველაში, რომელსაც ამდენი ხანია ვისმენთ, მაგრამ მე მგონი ისევ არაფერი არ მოხდა და ისევ ერთი იმედგაცრუება მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ამ დღისგან, რომელიც ჩემი აზრით ცოტა გადაჭარბებული მოლოდინებით იყო ნაკარნახი. როგორ გესახებათ ახლა პროცესების განვითარება? სახედავთ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე პროტესტის ფონზე და შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობაში, რაც არის ახლა ქვეყანაში? სალომე ზურაბიშვილს არსად არ ხედავ, მე მგონი ხედავ პენსიაზე. თუმცა წარმატებებს უსურვებ რამე რომ გამოვიდეს, თუმცა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად ამ ქვეყანას ჭირდებოდა პირიქით. ჩემი აზრით მისი ყველა ნაბიჯი და საბოლოო ჯამში როგორც დასრულდა ყველაფერი გუშინ, ოპოზიციას სულ ასუსტებდა. თავისი ქარტიიდან დაწყებული იმითი ეს ოპოზიციას წინა უკან რო დაატარებდა რაღაცა აკაჩავებდა თითქოს ერთი გაგებით და მეორეს მხრივ საერთოდ გაუგებარი იყო ოპოზიციის ნაწილს, მაგალითად ნაცერს თუ იმედი ჰქონდათ რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეიწყალებდა, ფაქტობრივად გამოვიდა რომ ამაშიც გადააგდო. მაშინ საერთოდ არ მესმის რა პოლიტიკა იყო გაცხადებული არა და არასდროს და ის მუდმივად იმეორებდა ამ აბა რა ნაცები დააყრებოდნენ თაყვანისცემით ესეც იყო ძალიან უცნაური, იმიტომ რომ ბოლო წუთამდე ისინი ნაციონალური მოძრაობა თავის დღის წესრიგში პერიოდულად აქტიურებდა ამ მოთხოვნას სალომე ზურაბიშვილის მიმართ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა ვნახეთ რომ ბოლომდე ამ პოზიციაზე დარჩა სალომე ზურაბიშვილი. ჩემი აზრით ქართული საზოგადოება ნაცებით, მიშაცხვებით, ცრუ კერპების მოგონებას უნდა შეეშვან. ჩემი აზრით ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ და სწორი იქნება ეს, რომ ქართული ოცნების პრემიერები და პრეზიდენტები ერთმანეთსგან არ განვასხვაოთ. თუ ვიღაცას არ მოწონს დღეს ყაველაშვილი, მე შევახსენებდი თავის დროზე ზურაბიშვილი როგორ ავირჩიეთ. ყაველაშვილი რო ყოფილიყო მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩემი აზრით ქართული ოცნება უფრო მარტივად შეძლებდა მის პრეზიდენტად გაყვანას. მარტივად რო წარმოიდგინოთ. და ჩვენ ანუ პირველი შეცდომა, რასაც ქართულ ხალხს ვეუბნებით, არის რომ თითქოს ეს პრეზიდენტები რამეთი განსხვავდება. დაახლოებით დღევანდელი თაყვანისცემა, რომელიც აწყობილია ოპოზიციის სალომეზე, ისეთია, რომ 4 წელიწადში ბატონი მიშა ყაველაშვილის თაყვანისცემაზე იყოს მთელი ოპოზიცია აწყობილი. და ამის გააზრება არ უნდათ. ანუ რაღაცნაირად უნდათ რომ როგორც მათ აწყობთ ისე იყოს საქმე და მასე არ არის. და რაც ახლა თავარი გასაკეთებელია სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილის დევნა კი არ არის თავარი ახლა და ის რა სიტყვის იმის რაღაცა გაანალიზება, რომ რამე ჭკვიანური ხო არ არის მასში. არამედ სწორი მოთხოვნის დაყენება. აი მაგალითად ყველას ესმის რომ როგორც ტრამპი იტყვის ისე იქნება. ქოცებიც კი ამ აზრზე არიან. და ჩვენ ქართულ ხალხს რა გვაქვს საქმელი ტრამპთან? რას თხოვდით? აი აქ რო იჯდეს დონალდ ტრამპი, ქართველი ერი რას თხოვდა მას? აქვს ნუ თუ ჩამოყალიბებული მოთხოვნა. და მე მგონი არა აქვს ჩამოყალიბებული მოთხოვნა და ამაზე უნდა ვფიქრობდეთ, იმიტომ რომ ვადამდელი არჩევნები ახალი არჩევნები არის აქციის მონაწილეების. როგორ ახალი არჩევნები? იგივე წესით? ანუ ვიღაცამ ხო ამაზე კითხვა უნდა დასვას, რას ნიშნავს? როდის? როგორ? გეგმა იწერება, გვეუბნება. არა, მაინც რაღაცა. ეს რამდენი ხანია სალომე ზურაბიშვილი კვირდებოდა გეგმას და გეგმა არ დაგვანახეს. ანუ ფიზიკურად ჩვენ ხო არ ვემზადებით, ანუ ჩვენ კი ვემზადებით გირჩი, მაგრამ დანარჩენი ხო არავინ არ ემზადება იმისთვის, რომ ტრამპს და მის ადმინისტრაციას რამე გასაგები ამბავი უთხრას, რომ რა გჭირდება ჩვენი ქართველებს იმისთვის, იგივე არ მოხდეს. თქვენ რას ეთყოდით აი? იგივეს რასაც 4 წლის წინ ვამბობდით, აი 4 წლის წინ ამ დროს მე თქვენს ეთერში ვიყავი და ვამბობდი, რომ საქართველოს ჭირდება პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. მხოლოდ ეს მოშლის ჩვენს ვერტიკალს და მხოლოდ ეს დააყენებს განსხვავებულ შედეგს, ვიდრე ამ არჩევნებზე იყო. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო ბელადების არჩევის სტრუქტურა გვაქვს დღევანდელი კონსტიტუციით და 5%-იანი ბარიერით. ხო არ გამოგვადგა, ხო ყველა ქართველისთვის ცხადი არის, რომ ახლა ეს არჩევნები ჩვენ არ გამოგვადგა და ისევ ახალ არჩევნებს ვითხოვთ, ისევ იგივენაირს. და არავინ არ ამბობს, როგორ ახალი ადმინისტრაცია დაინიშნება. ანუ რანაირად შედის ოპოზიცია პარლამენტში, ისინი ნიშნავენ ახალ ადმინისტრაციას, ეს ადმინისტრაცია ატარებს, ამ წესით ატარებს და მე ვამბობ, რომ მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ტრამპს ვთხოვოთ ახალი არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, ანუ აი ამაზე ზეწოლა ვთხოვოთ ქართულ ოცნებაზე. და არა უბრალოდ ის რომ ვიფიქროთ, რომ ახალი არჩევნები. და ანუ მე ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი, ქართული მედიის დამსახურებით მათ შორის არის მომზადებელი ასეთი ტიპის დისკუსიებისთვის. იქ ჩვენ დასკვნა რო დაგვიდეს ახლა არჩევნების შესახებ. იქ მარტო ხელისუფლებაზე კი არ ეწერა, თუდად იყო საქმე. ეწერა ოპოზიციაზეც, რომ ოპოზიციური მედიაც იყო გაყოფილი, იყო პოლარიზებული, არასახავდაო სინამდვილეში იმ რეალობას ქართველი ხალხისთვის, რომელიც დაეხმარებოდა ეს ანუ მარტო თქვენ რო გამოასწორეთ. ანუ თქვენთან რო შეიცვალა რაღაცა.
რომ ვიღაც უცნაური ხალხი დადის და შუადღისას რაღაცას ლაპარაკობს. ნუ თუ ეს სხვა მედიას არ ევალებოდა იმათთვის არ იყო ნათქვამი და თუ რაღაცა მართლა გვინდა გამოვიდეს და ტრამპთან აი ამ რაღაცა აფერისტობებით კი არ მივიდეთ, კაცო, მართლა სერიოზულად მივიდეთ. საჭირო არის რომ ჯერ შენ შეიცვალო, რომ გითხრეს რომ ასე ნუ იქცევიო. ახლაც იგივეს რატო აგძელებს, იგივე თუნდაც ოპოზიციური მედია. ხო და მე ზოგადად გულშემატკივრობ ახალი არჩევნების ბუნებრივი ბარიერის ჩატარების პროცესს და მინდა რომ ეს აი ჩემი კოლეგების და თქვენი კოლეგების იდიოტიზმით ეს არ ჩავარდეს. და ფიზიკურად უბრალოდ აი რო დაინახოს სამართლში ვინ არის ოპოზიცია, ვინ არის ხელისუფლება, რომ ერთმანეთზე უარესი ვოუქები და სოციალისტები აირჩია ქართულმა ხალხმა. მე ერთადერთი ისიც მეშინია, რომ ტრამპმა საერთოდ ხელი არ ჩაიქნიოს ჩვენზე. და იმის ნაცვლად, რომ ახლა ოპოზიციური მედია მართლა ჩვენს კამპანიას იყო შემოერთებული, რომ მოდით გადმოდით ქართულ ხალხო ტვიტერზე და ტვიტერზე რაღაც ან დონალდ ტრამპს, ან ელონ მასკს, როგორც მის ერთ-ერთ თანამებრძოლს ამ პროცესში გავაგებინოთ, რომ რა ჭირდება ახლა ქართულ ხალხს. ამის ნაცვლად სინამდვილეში ვიღაც სულელი ხალხი ყავთ მოწეული ეთერებში და რაღაც იფრქვევა აბსოლუტური, აი როგორ გითხრათ, სიბინძურე ეთერიდან. მაგრამ ეს არის მოცემული პოლიტიკური სპექტრი, ხომ? არა, ეს არ არის მოცემული პოლიტიკური, ეს არის მოცემული პოლიტიკური სპექტრის მიერ პოლიტიკური პროცესის მოკვლის პროცესი. და მე რამე თუ მინდა ვთხოვო ელონ მასკს პირველ რიგში და ბატონ დონალდ ტრამპს არის ის რომ მოდი დაგვეხმარონ პოლიტიკური პროცესის ჩართვაში. ჩვენთან პოლიტიკური პროცესი ყველას გამორთული აქვს, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას, ისე 5%-იან ბარიერს. და დაგვეხმაროს იმაში, რომ ჩაირთოს პოლიტიკური პროცესი. და ბუნებრივი ბარიერი მართლა დაალაგებს იმას, მორჩება საუბარი, რომ ხმა იკარგება ჩემი ეს ბარიერი. აი როგორ დაალაგდება ბუნებრივი ბარიერის პირობებში ეს მოცემული? აი ყველას ეცოდინება, რომ არავინ არ იქნება უმრავლესობაში, არავის არ იქნება უმრავლესობა. ყველას ეცოდინება თამაშის დაწყების წინ. და სინამდვილეში ეს გვჭირდება. თუ ჩვენ კი არ გვჭირდება ბიზნეს გაგდება და ვინმეს მოსვლა, გვარამიას მოსვლა. ვერთვა დაგვიფაროს. ჩვენ გვჭირდება სინამდვილეში ის, რომ მოიშალოს ვერტიკალი და არ იყოს არც ერთი კაცი არავინ. ახლა ეს არსებული სისტემა ჩვენ დღევანდელი კონსტიტუციით, მაგიტომ იყო ეს კონსტიტუცია გასაუქმებელი და მაგიტომ ეუბნებოდით ჩვენ პრეზიდენტს, რომ ქარტია და მაიმუნობა კი არ არის საჭირო. არამედ საჭირო არის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა. ეს ხალხი უსაქმურად რო დადის იქ და ერთმანეთს რო ეჭუბება და ერთმანეთს რო რაღაცას ეშპილკავებიან, ამის ბარიერთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა. არა, საერთოდ ახალ კონსტიტუციაზე შევთანხმებულიყავით, მაგრამ ვინაიდან ახლა ვერ შევთანხმდებით, დრო არ არის ამისი, არაფერი არ არის, ერთადერთი რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ. მართლა მდგომარეობს იმაში, რომ შევთანხმდეთ, რომ ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ ახალი არჩევნები, არამედ ახალი არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და როცა ეს შესაძლებელი იქნება მაშინვე. აი ხო გასაგებია რომ ეს ის მოთხოვნაა რომელიც ფორმულირებულია რომელსაც არ გააჩნია ლოგიკური პრობლემები იმიტომ რომ შენ ხო იგივე გამიკეთებ ხო არ ეტყვი ვიღაცას ანუ უნდა უთხრა რომ ჩვენ შევცდით ამაში ამაზე მუშაობა იყო მიღებული იყო ერთი მოსმენა იყავით მაგრამ აი პოლიტიკური დანარჩენი ოპოზიციური სპექტრისგან გაქვთ სრული მხარდაჭერა და თანხმობა მაშინ ამ ნაწილზე მე მინდა ქართულ მედია სივრცეში ვინაიდან დაბლოკილი ვარ სადაც ყველგან გავაჟღერო სწორი მოთხოვნა რა არის ხარდაჭერა მექნება თუ არა ამ წუთას ჩემი კოლეგები ცდილობენ თავი ამარიდონ. ჩემს დანახვას იმათ ყველაფერი ურჩევნიათ. ქოცის დანახვა ურჩევნიათ, ჩემს დანახვას ოპოზიციაში თქვენს კარგად იცით. მაგრამ მე საბოლოო ჯამში მინდაიდან მარტო ერთადერთი პარტია ვართ, ვისაც ტრამპთან თამამად მიესრულება. 2016 წლიდან მხარს უჭერდით. 2019 წელს ანუ ტრამპის მხარდაჭერი პლაკატით დავდიოდით ქუჩაში და მასე დავხვდით ამერიკის ელჩს, რომელმაც მე რაღაცნაირად ჩვენთან ურთიერთობაზე უარით ხო და სხვა ჩვენი კოლეგები აირჩია პარტნიორებად, მაგრამ მე ხო ვიცი რომ ჩვენ ერთადერთი პარტია ვიყავით, რომელიც სულ დონალდ ტრამპს უჭერდა მხარს. დღემდე ერთადერთები ვართ ასეთი და ჩვენ მიგვესრულება სალაპარაკოდ. და ჩვენ რომ მიგვესრულება სალაპარაკოდ, გვინდა რომ ამ დანარჩენი არასერიოზული ხალხისგან განსხვავებით, სწორი მესიჯი გქონდეს და სწორი მესიჯი არის ამ ქვეყანას უბრალოდ არჩევნები კი არ ჭირდება ამ წუთას. ჭირდება არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, რაც შეიძლება სწრაფად ზოგადად და ჭირდება ზოგადად ისეთი ტიპის ინსტრუმენტი, რომელთა ჩვენ გვეცოდინება, რომ ერთდროულად მართლობა მორჩა და გვინდა თუ არ გვინდა უნდა დავლაგდეთ. რაშიც ეს კონსტიტუცია, კობახეთის კონსტიტუცია ხელს გვიშლის. გაქვთ თუ არა მცდელობა, რომ თუნდაც იმ კონსულტაციებში თქვენც ჩაერთოთ, რაც მიმდინარეობს, ხო, ხედავთ ამ პროტესტის ფონზე? არა, მე არ ვგრძნობ ოპოზიციურ სუბიექტებს შორის. მე ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა არსებობს, რომელიც ამ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომელიც ერთმანეთს ვერ იტანენ, რომელსაც ერთმანეთზე 1000 სიბინძური აქვს ნათქვამი და გაკეთებული, ერთად აერთიანებს. მე ამ ძალას ვგრძნობ, რომ რაღაც ასეთი არსებობს და მინდა იმ ძალას სწორი მოთხოვნა ვუყო. რა ძალა მაშინ ვინ არის ეს ძალა? ეს ძალა არის ჩემი აზრით საერთაშორისო საზოგადოება. მთელი ამ პროტესტის სული შემდგელი ახლა არ არის ქართული ოპოზიცია. არ არის NGO სექტორი. ეს არის სინამდვილეში გამოძახილი იმ საფრთხისა, რომელიც ჩვენ დაგვანახეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, განსაკუთრებით ამერიკელებმა და რაღაცნაირად მინდა რომ ჩვენგან, ანუ საქართველოსდან სწორი მოთხოვნა დამზადდეს, როგორც პოლიტიკური მოთხოვნა, იმიტომ რომ
რას ახლა ხდება არის ემოციური მოთხოვნები და მე მინდა რომ რაღაცნაირად აი რო თქვა ევთოდირმა რომ მედია იყო ცუდიო ანუ მედია მიგზნოს პასუხისგებლობა რომ მე ვუყვარ ვარ თუ არ ვუყვარ ვარ იქ უნდა ვიჯდე და ზოგადად ვაკრიტიკებდე ყველა იმ იდიოტურ ოპოზიციურ გეგმას რომელსაც საბოლოო ჯამში არ უწერია განხორციელება ამას ვამბობ ოპოზიციაზე თორე ხელისუფლებას რაც შეეხება ჩვენი პოზიცია ისედაც ცხადია რომ ხელისუფლება ახლა ცდილობს უბრალოდ დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში ეს ყველასთვის პრობლემაა თქვენთვის პრობლემაა ჩემთვის პრობლემაა მე არ ვგულშემატკივრობ რომ ხელისუფლებას ეს გამოუვიდეს არ ვგულშემატკივრობ რომ ტრამპმა ხელისუფლების მხარე პირდაპირ ან ირიბად დაიჭიროს მაგრამ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს ანუ უბრალოდ აი ეს ემოციური სიგიჟეები არ არის საკმარისია სწორი მოთხოვნის დაყენება და აუცილებელია ასევე ის რომ მთელი საქართველო ახლა მათ შორის მედია პროპაგანდის თავარი თემა უნდა იყოს მოდი გადავიდეთ X-ზე და მივაწვდინოთ ხმა სამყაროში ყველაზე ახლობელ ადამიანებს ჩვენთვის თანამოაზრეებს და ბოლოს და ბოლოს ყველაზე როგორ გითხრათ ანუ გამოხატვის თავისუფლების მექაში გადავიდეთ რომელიც ანუ ფაქტობრივად ჩვენთვის აი აწმყოში სამყაროში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ინტელექტმა ჩვენთვის და პატივი ვცეთ ამას მოდით გადავიდეთ იქ დაველაპარაკოთ და შევეშვათ ქართულ მედიაში ამ სიგიჟეებს რასაც უბრალოდ ყოველდღიურად ვხედავთ მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ პროტესტის ფონზე მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს თქვენ კი ამბობთ რომ ეს არ არის არა სად მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი მანამდე ვხედავდით რომ ორბელიანების სასახლეში იყო რამდენიმე რაუნდი კონსულტაციების პრეზიდენტთან შეხვედრები მე ამჯერა რომ ეს პოლიტიკური პროცესია ანუ მე უბრალოდ ეს მგონია რომ რაღაც არის აი სპექტაკლის ნაწილი როგორც აი პრეზიდენტის ინაუგურაცია სპექტაკლის ნაწილი, ისეთივე სპექტაკლის ნაწილი არის მეორე პრეზიდენტზე, ის რო იყო ორი პრეზიდენტი. დაანონსებულია რომ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პოლიტიკური გეგმა, ყოველ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილისგანაც მოვისმენთ და დანარჩენი პოლიტიკური აქტორებისგანაც, სადაც გაიწერება წესები, მაგალითად როგორ უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია, რა პირობებში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, როგორი წარმომადგენლობით პარიტეტით და ასე შემდეგ. აი ამ დოკუმენტის წარმოდგენას რა პერსპექტივა აქვს თქვენი აზრით? ვინ უნდა წარმოადგენს? სალომე ზურაბიშვილიც დაგვკვირდა და პოლიტიკური ლიდერებიც დაგვკვირდნენ. ბარიერ გადალახული ოპოზიციური ეს საერთოდ რაც ისევ ბარიერ გადალახული. ნუ უბრალოდ აი წარმოდი ყველაფერი დგას საყოველთაო ტყუილზე. და მე მინდა რომ აი ეს ტყუილი აი რაღაცნაირად საზოგადოებამ დაინახოს რომ ტყუილით არ გამოვა არაფერი. ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიების შესახებ მითი ასეთივე ერთ-ერთი ტყუილია, იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ ამბობდე რომ არჩევნები გაყავდა და ბარიერ გადალახული მარტო მე ვარ. ანუ უბრალოდ ეს უბრალოდ ხო არაფერ შუაში არ არის. ანუ თუ არჩევნები გაყავდა და შენ ასე უნდა მოქმედებდე ჩვეულებრივად და ცდილობდე რომ ნებისმიერი ხმა არ დაკარგო, მოკავშირე შეიძინო და ასე შემდეგ. მაგრამ მე რასაც ვუყურებ აი ოპოზიციის ტაქტიკას და NGO სექტორის ტაქტიკას, პრეზიდენტის ტაქტიკას. ზაფხულში მე რო ვაგინე აქციის ორგანიზატორებს, რომელიც შლიდნენ ძალით აქციებს, საბოლოო ჯამში რატო ვაგინე? ვაგინე იმის გამო, რომ აი ბოლოში ეს არ მომხდარიყო. რომ რაღაცნაირად ადამიანების იმედგაცრუება არ გამოიწვიათ ახალ-ახალი რაღაცა მოლოდინებით, რომელსაც მე რო უქრობდნენ. და ჩვენ უნდა გადავიაზროთ ეს, რომ მოდი ამ ემოციური რაღაც სიგიჟიდან გამოვიდეთ, მოდი სერიოზულად საქმეს მივხედოთ, ქართულ ხალხოს საქმეს მივხედოთ, გადავიდეთ X-ზე და დაველაპარაკოთ იმ ხალხს, ვის ხელშიც მართლა არის ჩვენი ბედი. და ზოგადად აი ეს რასაც ვუყურებთ, აი უბრალოდ ქართულ ტელეეკრანებზე ადამიანები არ გრძნობენ ბატონო იაკო თავს იმედგაცრუებულად ამბობენ რომ დგანან უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე იდგებიან იქ და პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირებულები არიან ისინი ხო ფაქტია რომ ოპოზიციონერი ლიდერებიც ვისაც ახლა თქვენ აკრიტიკებთ აქციებზე არიან უბრალოდ მონაწილეების სტატუსით და არა პოლიტიკურ სცენაზე მათ ვერ ვხედავთ და ეს პრობლემაა ანუ მთელი პრობლემა ხო იმაში მდგომარეობს რატო ვერ ვხედავთ ქართულმა ხალხმა ხო ეს ხალხი აერჩია. ანუ თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკური შედეგის მიღწევა, რატო ვიტყუებთ თავს, რომ ვინ შემოვხაზეთ, რატო არ ვამბობთ? ანუ ფიზიკურად მე მგონი ადამიანი ამაყი უნდა იყოს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. უბრალოდ მართლა ქართულმა ხალხმა პროპაგანდით ტვინამოღებულმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, შემოხაზა არასწორი ხალხი, რომელიც უტყდება კიდეც რომ თქვას საჯაროდ, აი ანუ ამას მივეცი ხმაო, მალავენ, ადამიანები მალავენ, უბრალოდ კი არ ეშინიათ ოპოზიციას რო აზრმიცა ხმა, ამას ამბობენ. შიში არაფერი შუაში არ არის. ეშინიათ საზოგადოებრივი გაკიცხვის, იმიტომ რომ არასწორ ოპოზიციას მიცა ხმა. ეს გვაქვს ყველას ერთად დამართებული, ანუ ამ წუთას მოცემულობა გვაქვს ასეთი სიტუაციის. და წარმოიდგინეთ, რომ ადამიანები ხვდებიან, რომ ერთი თარიღი იყო არჩევნებს ცესკოს არ ვაცნობინებთ, პარლამენტში არ შევუშვებთ, კიდე რაღაცას ვიზამთ, 29-ში რაღაც მოხდება, ანუ იმედგაცრუებას იწვევს ყველა რაღაცა ესეთი თარიღი, როცა რაღაცას იტყვი და იქ არაფერს არ აკეთებ იმისთვის, რომ ეს თარიღი რამე ფორმით შედგეს. ანუ ჩვენ თავარი პრობლემა მეგონი ამაში გვაქვს, რომ ადამიანები როცა იტყვიან, რომ რაღაცა თარიღზე ჩვენ ამას ვიზამთ, არავინ არ გძნობს პასუხისმგებლად
თავს. რომ ამე გააკეთოს. ხო და მოდით შევეშვათ ამ სულურ დაპირებებს, ერთზე ვკონცენტრირდეთ, მხოლოდ ერთზე, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ვუთხრათ, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები, რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ ბუნებრივი ბარიერით. ეს იქნება რეცეპტი, რითაც ჩვენ ვეუბნებით, რომ აი ასე თუ დაგვეხმარებით, თქვენს გავლენას თუ ასე გამოიყენებთ. ამითი ახალი ბელადი არ მოვა და ძველი ბელადის ფრთებით ცოტა შეიკრიჭება, ან შეიძლება ბევრად შეიკრიჭოს. ან მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ ახლა, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ჩატარებულიყო ეს არჩევნები. ცნობ არჩევნებს თუ არ ცნობ ამ არჩევნებს. მე მგონი ყველა ხო ხედავთ ერთ რაღაცას, რომ თავარი შედეგი, რომელიც არჩევნების შემდეგ უნდა იქნას დადებული, რომ ტემპერატურა დაეცეს და საზოგადოება დაშოშმინდეს და გააგრძელოს ცხოვრება. ეს არ იქნა მიღწეული. აი, ქართული ოცნების ხარდამჭერი რო იყო და რომც ფიქრობდე, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა, ლეგიტიმურია ყველაფერი ესა ისა, რა შედეგიც მას მოყვა, როგორი პარლამენტის მივიღეთ, რა ანუ გარემოც მივიღეთ ქვეყანაში, როგორც ახალწელს ჩვენ ახლა ვხვდებით. ქართული ოცნების ხარდამჭერიც უნდა ხვდებოდეს იმას, რომ ჩვენ ახლა სხვანაირი არჩევნები მართლა გვჭირდება, არა შურიზიებაზე ორიენტირებული არჩევნები, არამედ არჩევნები, სადაც გადარჩენას ყველა პარტია შეძლებს და აუცილებელი იქნება ამ პარტიებს შორის ლაპარაკი და არა ტლანქი ძალით ერთმანეთთან ურთიერთმოქმედება. კარგი, და თქვათ ბარიერზე ვერ მოხდა შეთანხმება. იმ პოლიტიკურ გეგმას თქვენ ამბობთ, რომ პერსპექტივა არ აქვს, რომელიც ახლა იწერება, იმიტომ რომ სხვანაირად აი როგორ გესახებათ იმ მოთხოვნის მიღწევა, რომლის გამოც 32 დღეა მოქალაქეები. მე ამჯერა რომ პოლიტიკური გეგმა დაიწერება და ის არ იქნება სასაცილო. ანუ ამ ჩვენი ძვირფასი ოპოზიციის მხრიდან, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური გეგმა არ უნდა იწერებოდეს არასაჯაროდ. ის უნდა იყოს დისკუსიის ნაწილი. ანუ რა მნიშვნელობა აქვს მაშინ თავისუფალ პრესას? რა ღირებულებაა თავისუფალი პრესა, თავისუფალი გამოხატვა, თავისუფალი სიტყვა და ასე შემდეგ, თუ არ მითხარი, რას მიპირებ? ხოცები რო არ მეუბნებიან, ხო ეს მაქვს პრობლემა, რას მიპირებენ? შენც ოპოზიცია რო ჩემთან ერთად არ განიხილავ. არ მაძლევს საშუალებას ჩავერთო ამ დისკუსიაში. არ ხსნი კარებს ამ დისკუსიას და რაღაცას მე დავდებო. როგორც დადე ქარტია და 1000 იოტობა ეწერა. კომუნიკაციის მათთან და თუნდაც ქართლის დისკუსიაში. ჩვენ სულ ძალიან აქტიურად ვიყავით ხაზზე ყველასთან. ქარტიის დროსაც ხაზზე ვიყავით. ბოლო პერიოდში. ბოლო პერიოდში არა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ანუ მოგეხსენებათ, რომ ეს ხალხი ერთმანეთთან არის ჩაკეტილი იმაში და ფიქრობენ, რომ საიდუმლოდ უნდა აკეთონ გეგმები, რომ სუსმა არ გაიგოს და სინამდვილეში სუსმა ყველაფერი ყველაზე ადრე იცის და როცა ამას აკეთებ, სინამდვილეში უმალავ ქართველ ხალხს. და ჩვენ არ გვინდა რა საჯარო პროცესში მონაწილეობა. ჩვენ გვინდა რომ გაიხსნას საჯარო პროცესი, გაიხსნას ეთერები. მე მესმის, რომ ქართველი ჟურნალისტების დონე ძალიან დაბალია, თქვენ არ გეჩით ამ შემთხვევაში და თქვენთან პატივისცემით, მაგრამ თქვენი კოლეგების დონე იმდენად დაბალია განსაკუთრებით ოპოზიციურ არხებზე, რომ მე ვიცი რომ ისინი შერცხვებიან, მაგრამ იცით რა, ან უკეთესი ჟურნალისტები უნდა დავიქირაოთ, ან უნდა შევარცხვინოთ ესენი. სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ მედია, რომელიც სინამდვილეში არსებობს იმისთვის, რომ თავისუფალი სივრცე არ ისმოდეს ტელევიზორიდან, ჯობია არ არსებობდეს. ის არანაირი თავისუფალი მედია არაა. როგორც ერთი მხრიდან არ არის მედია თავისუფალი, ისე მეორე მხრიდან არ არის თავისუფალი და ჩვენ უბრალოდ ღირებულებად გვაჩნია ოპოზიციური მედია. ოპოზიციური მედია კი არ არის ღირებულება. ღირებულება არის თავისუფალი მედია. თავისუფლებაა ღირებულება და არა რომელიმე ბრძოლის პოზიციის დაკავება და ხო უნდა გამოფხიზდეთ, რაღაც უნდა შევცვალოთ, თორე ანუ აი ფიზიკურად არანაირი გარანტია არ არსებობს იმისი, რომ ტრამპმა რომს გადაწყვიტოს და ქართული ოცნება გააგდოს აქედან საერთოდ, რაც მერე მოხდება ის უკეთესი რო იქნება. სანამ ჩვენ აზრზე არ მოვალთ, სანამ არ დავფიქრდებით რა გვინდა და სანამ არ წარმოვიდგენთ იმ პრობლემას, რომელიც ხელს გვიშლის შვიდად ცხოვრებაში. ეს ვერტიკალი, რომელიც ხელს გვიშლის შვიდად ცხოვრებაში, ბევრნაირია, მას შემდეგ სასამართლოში გითხრათ, პროკურატურაში, სუში ეს ვერტიკალი, მაგრამ საწყისი ბაზისური ბოროტება დევს პარლამენტში და ამას ქვია 5%-იანი ბარიერი. მოვლენათა განვითარების თქვენი პროგნოზი როგორი არის? პროტესტი გრძელდება, საერთაშორისო ზეწოლა სულ უფრო და უფრო მწვავდება, ხელისუფლება უკან დახევას და კომპრომისული ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს. სად არის გამოსავალი შექმნილ ვითარებაში და როგორ გესახებათ ახალი არჩევნების მიღწევა? თქვენი აზრით მოუწევს თუ არა გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლებას გარკვეულ დათმობებზე წასვლა? მე სინამდვილეში სინათლე გითხრათ, სკეპტიკური ვარ შიდა პროცესების მიმართ. სულ სკეპტიკური ვიყავი რაღაცნაირად და მგონია, რომ შიდა პროცესებში რაც რამე მოხდა, ყველაფერი ქოცებმა თვითონ გააკეთეს. ქოცებმა თვითონ ცემეს ხალხი. ქოცებმა თვითონ თქვეს ევროპა არ გვინდა მაშინ როცა სხვა დაპირებით იყვნენ არჩევნებზე გასული. ქოცებმა თვითონ დანიშნეს ბევრი ადამიანის აზრით გამაღიზიანებელი პრეზიდენტი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ის იყო რუსული კანონის ინიციატორი, ესა. ანუ ყველაფერი ეს თვითონ გააკეთეს. რატო მაშინ? იმიტომ რომ ისინი გათამამებულები არიან ოპოზიციის და ოპოზიციური მედიის
ან მოსყიდულობით, ან სისულელით, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ აიხსნება ეს ქმედებები, ზოგადად ესენი როგორც იქცევიან. მაგრამ მეორე საკითხია, რომ ქართულმა ოცნებამ აი ამ შიგნით გათამამებულმა თავის მოწინააღმდეგეებზე თავზე წამორტყმით, როგორ გითხრათ, აი განებივრებულმა, უბრალოდ ვერ გათვალა, რომ საერთაშორისო მასშტაბით შეიძლება პრობლემები შექმნოდა. და ეს პრობლემები გრძელდება ფიზიკურად, ახლა მესმის, რომ კარგი არგუმენტი აქვს ხოცებს ის, რომ ტრამპთან, რომ აი ესენი არიან ჩემი მოწინააღმდეგეები, ეს რო უთხრას, კარგი არგუმენტია, მაგრამ იცით როგორ არის, იგივე არგუმენტი ხოცების მიმართაც აქვს ყველას. ანუ ხოცებსაც იგივე ტიპის პრობლემები აქვს. ამიტომ მე მართლა მგონია მინდა და აი ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ ხმა მივაწვდინო. ცუდი პოზიცია მაქვს ამისთვის. ბევრად უკეთესად შემეძლო, რომ პარლამენტში ყოფილიყავი და ადამიანების უფრო მეტი მხარდაჭერა მქონოდა და მიმეწვდინა ეს ხმა და მეთქმოდა ეს სიტყვა, იმიტომ რომ უბრალოდ ისტორია გვაქვს. თავიდან ბოლომდე ინტერნეტი დადასტურებული, ინტერვიუები დადასტურებული, რომ სულ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით, მაგრამ ვეცდებით და ერთადერთი ჩვენი მოვალეობაც ეს გონია, რომ ქართველ ხალხს ახლა დავეხმაროთ აი ამ აბსურდული სიტუაციიდან სწორი ამბის მიტანაში ამერიკის ადმინისტრაციასთან. და კიდევ ერთხელ თქვათ, დარეგისტრირდით X-ზე დააფოლოვეთ ჩვენი გირჩის გვერდი, ჩვენი პირადად ჩვენი გვერდები და მოდი ერთად გავაგებინოთ რაღაცნაირად ამერიკის ადმინისტრაციას სიმართლე, რომელსაც ყველა უმალავს დარწმუნებული ვარ. გაქვთ თუ არა მოლოდინი ბოლოს შეკითხვა მექნება, რომ მიმდინარე პროტესტიც გახდება პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალის ფორმირების საფუძველი და გარკვეული კარგი შეკითხვა, სხვათა შორის, კარგი შეკითხვა ნახეთ. მე რო ვთქვი ბუნებრივი ბარიერი მეთქი, ბუნებრივი ბარიერი მათ შორის საჭიროა იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდებს, რომელიც ახლა აქტიურობენ, საკუთარი წარმომადგენლის ყოლის უფლება მიეცეთ პარლამენტში. 5% არის ბარიერი შემთხვევაში ეს სისულელი ამ ხალხს ვეუბნებით, ან გვარამიასთან შედი, ან მიშასთან შედი, ან აქ შედი, ან იქ შედი. რაც ამ ხალხს არ უნდათ. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ ახალგაზრდებში ახალი ლიდერები დაიბადონ, ახალი ხალხი მოვიდეს პოლიტიკაში, რასაც სულ ხელს უშლიდა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მოგეხსენებათ, აი ამ ასეთი ტიპის ბარიერებით, ასევე რომ ასაკი 25 წლამდეა და ადამიანებს ახალგაზრდა ადამიანებს საკუთარი წარმომადგენლის ყოლა რო არ შეუძლიათ პარლამენტში. ანუ ეს ბუნებრივი ბარიერიც ამისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ ახალი ლიდერები მოვიდნენ პოლიტიკაში, ახალგაზრდებს საკუთარი წარმომადგენლობა ყავდეთ და სწორედ აი ამის არ მოთხოვნა და უბრალოდ არჩევნებზე ლაპარაკი, აი ამ კონკრეტული დათქმის გარეშე, სწორედ არის ამ ახალგაზრდების ინტერესების ღალატი, თუ რამე არის, იმიტომ რომ შენ ახალი არჩევნების მათი მონაწილეობის გარეშე გინდა, მათი წარმომადგენლობის გარეშე გინდა ჩაატარონ და შანსიც კი არ მიცე იმ ხალხს, რომელიც ახლა ქუჩაში დგას, რამენაირად დაორგანიზდეს და ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში წარმატებაზე იფიქროს. ძალიან დიდი მადლობა. იაგო ხვიჩია